ეხ ეს არის მცირე გამარჯვება, ამაზე თანხმდებით ერთად და რა განცხადებებით გაკეთდება ამ წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით სალომე ზურაბიშვილის მიერ, ეს არის ჩვენი შეთანხმებული პოზიცია. მცირე გამარჯვება ვთვლით, იმიტომ რომ დიდი გამარჯვება იქნება მხოლოდ ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების თავისუფლება. ამ გზაზე მცირე გამარჯვებები აუცილებლად გვექნება და ის რომ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფომ გამოსცა გადაწყვეტილება და ბრძანება დასანქცირების შესახებ მურუსიძე ჩინჩალაძის, ეს მთელი პროცესი მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე. მურუსიძე და ჩინჩალაძე არიან სახე სასამართლო კლანის, სახე იმ უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების, რასაც ივანიშვილის დავალებით სასამართლო სისტემა ბოლო წლების განმავლობაში ღებულობს. მათ შორის იგულისხმება 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი, მათ შორის იგულისხმება ათასობით ადამიანი, ვინც დაჯარიმდა, არის პოლიტიკური დევნის წნეხის ქვეშ, საჯარო მოხელეები, ვინც გათავისუფლდა და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის დანაშაულებების გაფორმებისთვის ბიძინა ივანიშვილი იყენებს სასამართლო კლანს და სასამართლო კლანის თავკაცებს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს. შესაბამისად, მათი დასანქცირება და ამ სანქციის საფუძვლად დადება ეჭვისა კორუფციის შესახებ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვება. მცირე გამარჯვება, მაგრამ მაინც გამარჯვება მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ როცა სანქცია მიიღება შესაბამისი საფუძვლით, ეს საფუძველი არის ამ დიდი გავლენიანი ავტორიტეტული დემოკრატიული ქვეყნების მიერ მრავალგზის სავარაუდოდ გადამოწმებული. ეს უნდა ვივარაუდოთ, ისე მსგავს პოლიტიკურ განაცხადებს სახელმწიფოები არ აკეთებენ. უნდა გვახსოვდეს ისიც და გავიხსენოთ, რომ დიდი ბრიტანეთი არ არის პირველი სახელმწიფო, რომელმაც სასამართლო კლანის წევრები დაასანქცირა და მათზე გამოთქვა ეჭვი კორუფციასთან დაკავშირებით. კორუფცია იყოფა სასამართლოში ორ ნაწილად. ეს არის ეჭვი მათ შორის ფინანსურ კორუფციაზე და ეჭვი არის პოლიტიკურ კორუფციაზე. პოლიტიკურ კორუფციაში იგულისხმება პოლიტიკური დავალებების შესრულება, ფინანსურ კორუფციაში იგულისხმება სავარაუდოდ ეჭვი ფინანსური მოტივაციებზე, მათ მოტივაციებზე, იმიტომ რომ შეუძლებელია ჩვენ ნახეთ მაგალითად ფლანგვის დეტექტორის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციები, რომ ერთ პატარა სამაჯურში როგორი ხდის ლევან მურუსიძის მეუღლე 10,000 ლარს. ეს ხო გასაგებია, რომ პოლიტიკური და მათ შორის ფინანსური კორუფციის ეჭვებს აძლიერებს. კარგით, ერთი კითხვა ხა მეკითხე თქვენ შეერთებული შტატების შეფასებასთან დაკავშირებითაც ახალი ადმინისტრაციის, რაზეც ჩვენ ვნახეთ, რომ აი ამ პოზიციის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ ქვეყნდება შათირიშვილის წერილი, იქ ერთი აბზაცი მიუთითებს იმაზე, რომ მართალია გარკვეული მოლოდინით არის ეს დაწერილი, შესაძლო კრიტიკული შეფასების მოლოდინით, მაგრამ ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ დუმს ადმინისტრაცია, მაგრამ დღეს უკვე საზოგადოებამ და გუშინ საღამოდან იცის, როგორ აფასებს ახალი ადმინისტრაცია ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებს ანტიდემოკრატიულად ხომ? ირაკლი, აი თქვენთვის როგორც პოლიტიკური ძალის, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერისთვის, აი რა დასკვნის საშუალებას იძლევა, შეიძლება თუ არა ამით კიდევ უფრო კარგად ქართული ოცნების პროგნოზირება, იმიტომ რომ ეს ოპოზიციას, საზოგადოებას ავალდებულებს, რომ ამ სცენარისთვისაც მზად შეხვდეს, ხომ? იმიტომ რომ ოცნება ან მიდის დათმობაზე, ამ წნეხის გაძლიერების და სანქციების დაწესების შედეგად, ან კიდევ უფრო დიდ რეპრესიას მიმართავს და ის ეუბნება საზოგადოებას მის ამომრჩეველს, რომ აი ესეც გავიგე, ვერ დაამარცხა Deep State-ი, პირიქით თვითონ გაეხვა ამ ცუდ წრეში და ეხლა ვეგუები ამ რეალობას და ვაგრძელებ ისევ თქვენი ინტერესებით მოქმედებას. აი ასეთ შემთხვევაში რა არის თქვენი, რა იქნება, რა შეიძლება იყოს თქვენი შემდეგი ნაბიჯები? დიახ, პირველ რიგში ერთი ესეთი დაზუსტებისთვის შეკითხვა მაქვს. ზაზა შათირიშვილი ამ ეტაპზე რას წარმოადგენს, ამის დაზუსტება მინდა რომ დამეხმაროთ. მისივე ახლო გარემოცვიდან, გახსოვთ თქვენ მასთან დაკავშირებით იგივე ბაჩიაშვილის შეფასება, მისი უახლოესი წრე, რომელიც ხშირად სწორედ მის ნააზრევს აკეთებს. ანუ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ნააზრევი შესაძლოა იყოს კი ბატონო. დიახ, შეიძლება ეს იყოს ივანიშვილის ნააზრევი, რომელიც ცდილობს, რომ ბოლომდე არ დაუკარგოს საკუთარ მხარდამჭერებს იმედი, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს რამდენიმე გზის ქართული ოცნების მიერ გამოქვეყნებული ვადები, რომ აი რაღაცა 20 იანვრამდე გავძლოთ, 20 თებერვლამდე გავძლოთ და დაელოდეთ თარიღებს, იმიტომ რომ თითქოს ახალი ადმინისტრაცია თვალს დახუჭავდა იმ პოლიტიკურ დევნაზე,
პოლიტიკურ ძალადობაზე, ანტიდემოკრატიულ, ანტიქართულ და ანტიეროვნულ გადაწყვეტილებას, რასაც ივანიშვილი ღებულობს. ამიტომ ჩვენ მუშაობთ საერთაშორისო ველზე აქტიურად, ჩვენ გვქონდა ახალ ადმინისტრაციასთან ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეხვედრები, ჩვენი პოლიტიკური ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია იყვნენ ვაშინგტონში, გაიმართა ათობით მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეხვედრა, ნაწილი საჯარო იყო, ნაწილი არასაჯარო იყო, სადაც მივაწოდეთ ახალ ადმინისტრაციას შესაბამისი ინფორმაცია პოლიტიკური დევნილების, პოლიტიკური პატიმრების, ამ რუსული კანონების რაღაცა დასტა, რომელიც გამოაქვეყნეს ერთი მედიას რომ ზღუდავს, მეორე სამოქალაქო საზოგადოებას, მესამე პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საერთაშორისო წნეხი გაიზრდება, დარწმუნებულები იმიტომ ვართ, რომ ჩართულები ვართ ამ პროცესში, ვშრომობთ, ძალიან დიდ ძალისხმევას უწევთ და ეს ჩვენი ვალდებულებაა და ამას ღირსეულად მგონია რომ უმკლავდებით სხვა პროდასავლურ პარტიებთან ერთად თანამშრომლობის პროცესში და ეს არის ის გზა, რომელსაც გავაგრძელებთ მათ შორის ახალი საკოორდინაციო პლატფორმის წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში. ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა. ერთი ავიღოთ შესაბამისი ვალდებულებები მოქალაქეების წინაშე, ეს ვალდებულება მოიაზრებს ორ მოთხოვნაზე და კონცენტრებას მხოლოდ ორ მოთხოვნაზე, ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების თავისუფლება, მონაწილეობთ და მხარს უჭერთ რესურსულად, პოლიტიკურად, ყველა შესაძლებლობის ფარგლებში, იურიდიულად, სამართლებრივად, ყველა შესაძლებლობის ფარგლებში მხარს უჭერთ სამოქალაქო პროტესტს და თავის მხრივ საერთაშორისო ველზე ჩვენი ჩართულობა არის. ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ სტრატეგიას გამოხატავს. პროტესტი, ირაკლი და გარედან კიდევ უფრო მეტი წნეხის გამოწვევა, მეტი მუშაობა სანქციების მისაღებად და პროგნოზი ასეთია, რომ ოცნება ამას ვერ გაუძლებს და დათმობს ძალაუფლებას თუ დანიშნავს არჩევნებს ამ გზით წავა. აი უფრო მეტი კონკრეტიკა თუ შეგიძლიათ ამ მიმართულებით. აი რატო გეუბნებით, იცით რომ ეს განცხადება რომელიც დეპარტამენტს ეკუთვნის, ეს ისეთი მკაფიო შეფასებაა გარკვეულწილად, რომ შეიძლება უკვე გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლეოდეს, მათ შორის იმის შესახებ, რომ შეიძლება ოცნება მოემზადოს არჩევნების ჩასანიშნად, ან გაუშვას სისტემის პატიმრები, აი რაღაცა ტიპის შესაძლო მოძრაობის დაწყებაზე შეიძლება ეჭვებს აჩენდეს ხო გესმით, ან პირიქით მეორე სცენარი, რომ კიდევ უფრო მეტი სისასტიკე გამოავლინოს, რაც ნაცნობია მისთვის, ხო, იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ ვნახეთ თბილისის ცენტრში. აი ეს არის სწორედ ჩემი კითხვის საფუძველი. დიახ, ორივე სცენარზე გიპასუხებთ. ერთი, თუ ოცნება გადაწყვეტს, რომ მეტი იზოლაციონიზმისკენ და სასტიკი პოლიტიკური ნაბიჯებისკენ წავიდეს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ჩვენ ეს გამოვხატეთ ყველგან, მათ შორის ის, რომ პირდაპირ ვუთხარით ქართულ ოცნებას და მის ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო საცირკო კომისიას, რომ არ ვაღიარებთ მათ, არ მივდივართ, მზად ვართ ყველა ტიპის ბრძოლისთვის, შეიძლება ეს იყოს ჩვენი ლიდერების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის დაკავება, ასე შემდეგ, ანუ უკან დასახევი გზა არ არსებობს და არც ერთი ნაბიჯი უკან. ეს არის ჩვენი ფორმულა წინააღმდეგობის პროცესში, ამიტომ მათი მხრიდან არც მეტი წნეხის გვეშინია, არც მათი მხრიდან რაიმე ტიპის მუქარის, მათთან კრიმინალთან, ანტიქართულ, ანტიეროვნულ ძალასთან დალაგებას და რაიმე ტიპის კომუნიკაციას კოალიცია ძლიერი საქართველო და ლელო არ ვაპირებთ. ეს პირველ სცენარს რაც შეეხება და მათ შორის საზოგადოება არ აპირებს პირველ რიგში ასეთი უწყვეტი მტკიცე პროტესტის შემდეგ. მეორე სცენარი, თუ ქართული ოცნება მზად იქნება დათმობებზე წამოვიდეს, რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი მიზანი, რომ დათმობებზე წამოვიდეს, აღიაროს მარცხი, აღიაროს არჩევნების გაყალბება და დანიშნოს ახალი არჩევნები. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ამ აღიარების შემდეგ, იმიტომ ახალი არჩევნების დანიშვნა ნიშნავს პოლიტიკური კრიზისის აღიარებას, რომელიც თავადვე შექმნეს და ნიშნავს, რომ უსამართლოდ ჩატარებული იყო საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ უნდა შევხვდეთ მზად, ამისთვის მუშაობთ, სტრუქტურულად მუშაობთ. მე შემიძლია ჩემს კონკრეტულ გუნდზე გითხრათ, ჩვენი გუნდი მუშაობს აქტიურად, მათ შორის წარსული შეცდომების გამოსწორების მიმართულებით, რაც ნიშნავს ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, რაც ნიშნავს სადამკვირვებლო გუნდების და ორგანიზაციის სწორად დამენეჯმენტებას, გადამზადებას და ასე შემდეგ. ჩვენ მემზადებით ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, მზად უნდა შევხვდეთ, იმიტომ რომ ხვალ რომ ბიძინა ივანიშვილი დაგეს გამოუვალი მდგომარეობის წინაშე და ჩანიშნოს არჩევნები ჩატარდება 59 დღეში. 59 დღე
საარჩევნო კამპანიისთვის საკმაოდ მცირე დროა, ამიტომ ჩვენ რეალურად ახალი საარჩევნო საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში უნდა ვიყოთ ყოველდღიურად. გარდა იმისა, რომ ვლაპარაკობთ ქართული ოცნების უსამართლობაზე და უკანონობაზე და პრორუსობაზე, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის სოციალური ფაქტორები, რამაც გააღარიბა ეს მოქალაქეები, ეს ქვეყანა, საზოგადოება, ფასები, რომელიც ძალიან მაღალია, პენსიები, რომელიც დაბალია და სამუშაო ადგილები, რომელიც არ იქნება. გაზარდოთ მხარდაჭერა ირაკლი? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ხელისუფლების ჩამოშორებასთან ერთად აინტერესებს კეთილდღეობა. ევროკავშირი, რომელზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, კი ჩაციკული კი არ ვართ ევროკავშირზე. არამედ ვსაუბრობთ იმის გამო, ამ კეთილდღეობის გამო და ამ დემოკრატიის გამო. აი ამ ცნობილი სკანდალიდან გამომდინარე, რომელიც რძის და რძის პროდუქტების თემას უკავშირდება, ხო? ძალიან გონივრულად დაწერა ერთმა ადამიანმა, სამწუხაროდ ავტორს ვერ ვიხსენებ, მაგრამ გონივრულად დაწერა, რომ ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი მედია იმისთვის, რომ გვითხრან, როცა გაჭმევენ ნაკელს, ეს გვითხრას დამოუკიდებელმა მედიამ, ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო იმისთვის, რომ ვინც ნაკელს საჭმევს საზოგადოებას, მან არ მოიგოს სასამართლო პროცესები და გვჭირდება ევროკავშირი, იმიტომ რომ ევროკავშირში სტანდარტების მიხედვით ეს იქნება პროდუქტი თუ სხვა, ესეთი რამ არის დაუშვებელი. ის ძალიან მარტივ ფორმულებას ჩააჯინა ეს ყველაფერი. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა ირაკლი, დაგემშვიდობები. ირაკლი კუპრაძე საუბრობდა დღის